საფრანგეთის საზღვაო ფლოტმა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით ატლანტის ოკეანეში დააკავა რუსული ტანკერი, რომელსაც საერთაშორისო სანქციები აქვს დაწესებული. ეს ევროპელი პარტნიორების მხრიდან რუსულ სანქცირებულ ნავთო-ტანკერებთან და ჩრდილოვან ფლოტთან ბრძოლის მორიგი ნაბიჯია. ევროპის მიზანია შეამციროს რუსული ნავთობის ექსპორტი და დაასუსტოს რუსეთის ეკონომიკა, რომელიც უკრაინაში ომს აფინანსებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელიგზე დაწერა, რომ მოკავშირეებთან პარტნიორობით საფრანგეთმა ტანკერის სახელწოდებით ტაგორი კვირას დააკავა და გემის ბორტზე საფრანგეთის საზღვაო ძალები ავიდნენ. საფრანგეთის საზღვაო ძალებმა გუშინ დილით რუსეთიდან მომავალი ნავთობის ტანკერი ტაგორი დააკავეს. ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცეა. ეს ოპერაცია ატლანტის ოკეანეში, ღია ზღვებში, რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერითა და საზღვაო სამართლის მკაცრი დაცვით შესრულდა. მიუღებელია, რომ გემები გვერდსულიან საერთაშორისო სანქციებს, არღვევენ საზღვაო სამართალს და აფინანსებენ ომს, რომელსაც რუსეთი უკვე 4 წელზე მეტია უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. ეს გემები, რომლებიც ნავიგაციის ყველაზე ელემენტარულ წესებსაც კი არ იცავენ, საფრთხეს უქმნიან გარემოსა და ყველას უსაფრთხოებას. რუსული გემის დაკავება დაგმო კრემლის პრესპიკერმა დმიტრი პესკოვმა. მისი განცხადებით, ნავთობის ტანკერის დაკავება უკანონოა და საფრანგეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ჩვენ ასეთ ქმედებებს უკანონოდ მივიჩნევთ. ეს საერთაშორისო მეკობრეობას უტოლდება. კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით ხორციელდება. როგორც იცით, რუსეთი ატარებს სხვადასხვა ზომას თავისი ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ამას მომავალშიც გააგრძელებს ამ ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით. ამ დროისთვის ევროკავშირს დაახლოებით 600 რუსული და რუსულ ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებული გემი ჰყავს დასანქცირებული. ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტი ასობით ძველი ნავთობ-ტანკერისგან შედგება, რომელთა წარმომავლობა გაურკვეველია და ისინი სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ დაცურავენ. ფლოტს რუსეთის საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილების მიზნით იყენებს. ევროკავშირმა და უკრაინის მოკავშირე ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებენ. 2025 წლის სექტემბრიდან მოყოლებული საფრანგეთმა ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებული 3 გემი დააკავა.